ძლევად სასჯელს, ანუ მისი გამსჯელობა იქნება ძლევამოსილი სინამდვილეში. იმიტომ რომ რაც მეტად გამოავლინა მან საკუთარი თავი, როგორც მწვერვალმა სიყვარულისა და ზნეობრიობისა, მით უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე დადგა თითოეული ადამიანი და ეს უდიდესი პასუხისგებლობა თითოეული ჩვენგანის კისერზე დამოკლეს מחვილივით კიდია და ამბობს უფალი, რომ მე არ განგჟით, იმიტომ რომ მე თქვენი სიყვარულისათვის მოვკვდი და როგორ განგჟი, მაგრამ სიტყვას რომელსაც მე ვიტყოდე, ის სიტყვა იქნება თქვენი გამჟელი. ამიტომ ამბობ, დიახაც ჩვენ ამ პასუხისგებლობას ადამიანები ვერ გავექცევი. მოხდება ჩვენი გარდაცვალება, დღეს თუ არა, ხვალ თუ არა, ზეგმაინც და როცა იქნება და ჩვენ წავსდგებით მის წინაშე, რომელმაც ყოფიერება შექმნა იმგვარად, რომ თუ აი ამ დიდებულებაში არ შეხვედი, მაშინ ხდები მარგინალი, ანუ ჯოჯოხეთის კანდიდატი. სხვა ვარიანტი არ აქვს, გესმით? და არანაირი ის ფიქრი რომ ღმერთი ხო სიყვარულია არ გშველის, იმიტომ რომ ღმერთი კი სიყვარულია, მაგრამ ეშმაკი ხომ არსებობს. რატომ არსებობს ეშმაკი თუ ღმერთი სიყვარულია? ერთადერთი მიზეზია, იმიტომ რომ ეშმაკს უნდა რომ იყოს ისეთი როგორიც არის. ეშმაკს ატანა არა აქვს ღმერთისა, რომელსაც ქვია სიყვარული. ანუ გესმით, ჩვენ ვართ თავისუფალი არსებანი. ღმერთი კი სიყვარულია, მაგრამ მე თუ ეს არ მინდა, მე თუ მისი დანახვის უნარი არ მაქვს, ჩემი გული თუ არ ტოკდება, არ შეიგრძნობს მის განსაცვიფრებელ, გონება მიუწვდომელ, სიმდაბლეში, მორჩილებაში, სიკვდილამდე გამოხატულ სიყვარულს. ანუ თუ ქვა ვარ, ეხა ქვა საფოთხეში რა უნდა? ახლა ვლაპარაკობ თუ ესე იგი მგელი ვარ და გველი ვარ და ეშმაკი ვარ, სამოთხეში რა მინდა გესმით? ადამიანი უნდა ვიყო ღვთის ხატი და მსგავსი. და მის სახელს წარმართი, ანუ მრავალი ერი ესვიდენ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძნელი დასანახავია, მრავალი ადამიანი, მრავალი ერის შვილი მის იმედად ცხოვრობდა და ცხოვრობს. და მადლობა ჩვენს ქართველებიც, საქართველოს მოქალაქეებიც, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოტენცია, ისე როგორც ჩვენი აღდგომაც მხოლოდ და მხოლოდ პოტენცია და ეს გადარჩენას ჯერ არ ნიშნავს.